უარი პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს. რატომ აღიქვამს პარლამენტის თავმჯდომარე შეთავაზებას პიარ მასკარადად? მიხეილ სააკაშვილთან ნებისმიერი საუბარი ამ თემებზე, ამ დღეებში, ეს არის არა უშიშროების საბჭოზე მისვლა, არამედ საშიშროების საბჭოში მონაწილეობის მიღება. რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა უშიშროების საბჭოს ხდომას? ასეთი მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სინქრონირებული მუშაობა მთავრობასთან. ეს გვინდოდა ჩვენ. მათ ეს არ უნდა. რატომ არის კომუნიკაციის ნაკლებობა მმართველ გუნდში? გაგითხათ, ალბათ უნდა დაილაპარაკონ მთავრობის წარმომადგენლებმა, კომუნიკაცია უნდა შედგეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და შემდგომ მიიღონ ეთნიკური გადაწყვეტილება. პოლიტმეტრში დავით ბერძენიშვილი საპარლამენტო უმრავლესობა რესპუბლიკური პარტია. სანდრო კვიტაშვილი დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ეს არის კომუნისტების მიერ ნაშენები რესპუბლიკური ქმნილება. ხაიში ხუდონის დასაცავად. ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები. მივაკვდე ქუჩაში დავრჩე, ჩემი მქონება და ყველაფერი წყალს წაუღე, მაგრამ ეკლესიის იმას მარტო არ დავთხოვ არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ამის აშენება. რომც შევეწიროთ მაინც. ეს ყოვლად უვარგისი და უმსხავსო პროექტი და არასაჭირო საქართველოსთვის უნდა ჩაიშალოს. რა ეწირება ჰეს? პოზიციები პოლიტმეტრში. ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. თამუნა შარაშიძე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სამსახურის უფროსი. ანზორ ჭიტანავა ხუდონ ჰესის პროექტის ავტორი. მანანა ქოჩლაძე არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა. ენდეთ პოლიტმეტრს.